2024 წლის საშინელებათა ჟანრის ფილმის სუბსტანციის რეჟისორი, სცენარის ავტორი და ერთ-ერთი პროდიუსერი კორალი ფარჟაა. მთავარ როლებს დემი მური და მარგარეტ ქოული, არც თუ ისე მთავარ როლს კი დენის ქვეიდი თამაშობს. ფარჟას სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი 2017 წლის ფილმი შურისძიებაა, ან რევანში. წარმატებული დებიუტის, თუმცა არა შემოსავლის კუთხით, შემდეგ ის მოიაზრებოდა პოტენციურ რეჟისორად სტუდიური ფილმებისთვის. მათ შორის მარველის კინოსამყაროს ერთ-ერთი ფილმისთვის შავი ქვრივი. ამის მიუხედავად ეს მას არ ხიბლავდა, რადგან არ იქნებოდა ეგრეთ წოდებული Final Cut პრივილეგია, საბოლოო მონტაჟის უფლება. კორალი ფარჟამ სუბსტანციის სცენარზე მუშაობა ლოს-ანჯელესში ყოფნის დროს Silver Lake-ის ერთ-ერთი ყავის სახლში მისი წრუპვისას დაიწყო. შემოქმედებითი კონტროლის შესანარჩუნებლად ის ფილმის ერთ-ერთი პროდიუსერიც გახდა. სცენარის მომზადებას 2 წელი დასჭირდა, რომელიც ნაწილობრივ დაფუძნებულია მისივე მოკლემეტრაჟიან ფილმზე Reality Plus-ი. სცენარი ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დაიწერა, აღწერები ფრანგულად, დანარჩენი კი ინგლისურად, რადგან ფილმი ინგლისურენოვან აუდიტორიაზე იყო გათვლილი. რეჟისორმა მიზნად დაისახა თავის წინა ფილმში განვითარებული ფემინისტური თემების გაგრძელება, ზეწოლა ქალებზე და მოლოდინები, რომლებსაც საზოგადოება მათგან ელის. ფარჟამ ფილმზე მუშაობა იმ დროს დაიწყო, როდესაც ებრძოდა ნეგატიურ აზრებს საკუთარი თავის მნიშვნელობისა და გარეგნობის შესახებ. მან სცენარი იმდენად დეტალებში დაწერა, რომ ჯამში 159 გვერდი გამოვიდა, სადაც დიალოგებს მხოლოდ 29 გვერდი დაუთმო. რაც შეეხება პერსონაჟების წარსულს, ის სცენარს მიღმა დარჩა. მას სურდა მათზე ინფორმაცია ქმედებების, ადგილმდებარეობებისა და ფერების მიხედვით გადმოეცა. სცენარში ფერები დაწერილი იყო როგორც პერსონაჟების თვისებების შესაბამისი სიმბოლო. რეჟისორს ფილმის ერთ-ერთი მთავარი და გარდამტეხი დაბადების სცენა, როდესაც სიუ ელისაბედის ზურგიდან გამოდის, შხაპის მიღებისას მოაფიქრდა. ეს იყო პირველი რამ, რაც მან სცენარში დაწერა და მისივე თქმით ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი სცენაც. ელიზაბეთ სპარკლის პერსონაჟის შექმნა შთაგონებულია ჯეინ ფონდას ცხოვრებით, რომელიც წარმატებული სამსახიობო კარიერის შემდეგ ვარჯიშის ვიდეოებში იღებდა მონაწილეობას და ეგრეთ წოდებული ფიტნეს გურუც გახდა. რეჟისორმა იცოდა, რომ მსახიობების შერჩევა დიდი გამოწვევა იყო, მით უმეტეს, რომ ფილმში დიალოგები მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი. ელისაბედის როლის პოტენციურ შემსრულებელთა თავდაპირველ სიაში დემი მური არ ეწერა. მას შემდეგ, რაც მსახიობს სცენარი გაუგზავნეს, მური სცენარითა და თემატიკით მოიხიბლა და როლს დათანხმდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟანრი მისთვის უცხო იყო. მანამდე ფარჟა და მური ერთად მუშაობდნენ ალან ბერლინერის ფილმისთვის, სადაც ფარჟა რეჟისორის ასისტენტი იყო. მოგვიანებით, როდესაც რეჟისორი ქოულის შეხვდა, იგრძნო, რომ მურსა და მას მსგავსი ენერგია ჰქონდათ, რაც ფილმშიც აისახებოდა და გამოჩნდებოდა. მარგარეტს ცეკვის გამოცდილებაც ჰქონდა, რაც კიდევ ერთი პლუსი იყო. ასევე დემი მური და მარგარეტ ქოლის დედა ენდი მაკდაუელი ერთად თამაშობენ 1985 წლის ფილმში წმინდა ელმოს ცეცხლი. ქოული პანამაში ფილმის ვარსკვლავების შუადღისას გადაღებებზე იმყოფებოდა, როდესაც სუბსტანციის სცენარი ნახა და წაიკითხა. მან როლზე მუშაობის პროცესში წონებით ვარჯიში დაიწყო იმ ფიგურის მისაღწევად, რასაც სექს სიმბოლოს ფიგურას უწოდებენ. რაც შეეხება ჰარვის როლს, თავიდან ეს როლი რეი ლიოტამ მიიღო, თუმცა 2022 წლის მაისში მოულოდნელად გარდაიცვალა. ამიტომ ის დენის ქვეიდმა ჩაანაცვლა. ფილმის გადაღებები საფრანგეთში მიმდინარეობდა. გადამღები და მთლიანად ფილმის ჯგუფის წევრები, ოპერატორისა და კომპოზიტორის გარდა ფრანგები არიან. სცენების რაღაც ნაწილი პარისთან ახლოს იმ სტუდიაშია გადაღებული, სადაც ფრანგმა პოეტმა, პიესების ავტორმა, რეჟისორმა, დიზაინერმა და ასე შემდეგმა ჟან კოქტომ 1946 წლის ფილმი ზეთუნახავი და ურჩხული გადაიღო. ჩანახატები, ესკიზები, რომლებიც რამდენიმე წამში ეკრანზე გამოჩნდება, თავად რეჟისორის შექმნილია, მანამდე სანამ ფილმის გადაღებები დაიწყებოდა. So I exactly know in advance what I want to create, how I want to frame each shot. ეგრეთ წოდებული დაბადების სცენის გადაღებას 15 დღე დასჭირდა. ერთ-ერთ კადრში ფარჟა დემი მურის დუბლიორად მოგვევლინა და საკუთარ მკლავში გაიკეთა ინექცია. იმ სცენის გადაღებისას, რომელშიც ელისაბედი და ჰარვის ადილობენ, people just love that. That's what keeps the shareholders happy. Well, I'm sorry, I gotta run. დენის ქვეიდმა თითქმის 2 კილოგრამი კრევეტი შეჭამა. მარგარეტ ქოული აღნიშნა, რომ ქორეოგრაფიის შესწავლისას ის დიდ სტრესს განიცდიდა, რადგან თავიდან ცეკვის მოძრაობები მისთვის სრულიად უცხო იყო. ერთ-ერთი გადაღების დღეს მან რეპეტიცია დატოვა, ტუალეტში წავიდა და იტირა. საბოლოოდ კი გადაწყვიტა, რომ მოძრაობები კერძო გაკვეთილზე შეესწავლა და ამით თავდაჯერებაც მომატებოდა. თუმცა თავდაპირველად გადაღების დღეს მისმა ზედმეტმა შფოთვამ გადააწყვეტინა ტეკილა გადაეკრა და ასევე მარიხუანაც მოეწია. მურმა ფარჯაზე საუბრისას თქვა, რომ ის სიმბოლიზმზე კონცენტრირებული რეჟისორია. ის მიჩვეული იყო სცენების ფართო კადრებით დაწყებას. ფარჯა კი ამას პირიქით, ახლო კადრებით, კლოუზაპებით აკეთებდა. სცენებისთვის, სადაც ფიზიკური დეფორმაციის გამო მურს მოხრილად გადაადგილება უწევდა. ის ეგრეთ წოდებული მოძრაობის მწვრთნელთან, ქოუჩთან ერთად მუშაობდა.
თეატრის სცენების გადაღებას დაახლოებით 3 კვირა დასჭირდა, რა დროსაც 21,000 ლიტრი ყალბი სისხლი გამოიყენეს. მაყურებელზე სისხლის შესხმის კადრი პირველივე ჯერზე გადაიღეს. ამ სცენების გადაღება ტექნიკურად დიდი გამოწვევა აღმოჩნდა, რადგან ბევრი რამ იყო გასათვალისწინებელი, მათ შორის ტექნიკური აღჭურვილობისა და ადამიანების უსაფრთხოება. ფილმისთვის დეკორაციების ასაგებად 3 თვე იყო საჭირო, რაც მოიცავდა ელისაბედის ბინას თავის აბაზანითა და საიდუმლო ოთახით, ასევე თეატრსა და სატელევიზიო სტუდიის დერეფანს. დაბადების სცენაში საკის ეფექტის სიმულაციისთვის 2 იდენტური აბაზანის დეკორაცია აშენდა, ერთში ქოული თამაშობდა, მეორეში ოპერატორი ბენჯამინ კრაკუნი იყო თავზე დამაგრებული კამერით და ასევე დუბლიორი, რომელიც ქოულის მოძრაობებს იმეორებდა. ხელის მოძრაობები მოგვიანებით მწვანე ეკრანის საშუალებით გადაიღეს, რადგან მათი სინქრონიზაცია რთული აღმოჩნდა. რამდენიმე კადრისთვის 2 აბაზანას შორის ნამდვილი სარკე განათავსეს ქოულის ანარეკლის დასაფიქსირებლად. მას შემდეგ, რაც ბინაში გადაღებები დასრულდა, ის მთლიანად დაანგრიეს, რათა იმავე სივრცეში თეატრის დეკორაცია აეგოთ. სუბსტანციის მონტაჟს დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა. ფარჟამ იგი ფილმის წარმოების ყველაზე რთულ ეტაპად დაასახელა. საუნდტრეკის ავტორი ბრიტანელი კომპოზიტორი და პროდიუსერი ბენჯამინ სტეფანსკი, იგივე რაფერტია, რომელიც პროექტში მოგვიანებით 2024 წლის იანვარში ჩაერთო. მას სულ რამდენიმე თვე ჰქონდა ფილმის მუსიკის შესაქმნელად. ფილმისთვის გრიმი და ეფექტები დიზაინერმა პიერ ოლივიე პერსიმმა შექმნა. 15 ადამიანისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად, რომლებმაც პროექტს 11 თვე დაუთმეს. თავდაპირველად რეჟისორს დიზაინებისთვის სხვა კომპანია ჰყავდა არჩეული, თუმცა მათი ნამუშევრით უკმაყოფილო დარჩა. ფარჟამ და პერსინმა მონსტრუს დიზაინზე 1 თვე იმუშავეს, რათა ბოლომდე დაეხვეწათ მისი ფორმა. პერსინმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ფარჟა სურდა ის დაბლენდერებულ სხეულს დამსგავსებოდა. მსახიობებისთვის სპეციალური პროთეზების მორგებას 45 წუთიდან 7 საათამდე სჭირდებოდა სირთულის მიხედვით, რაც ზოგჯერ დღეში მხოლოდ 1 ან 2 საათის გადაღების საშუალებას ტოვებდა. შიშველის სცენებისთვის მარგარეტ ქოულიმ სპეციალურად დამზადებული სილიკონის მკერდი მოედგო, რათა იდეალიზებული სილამაზის იმიჯი წარმოეჩინა. მან ინტერვიუში ხუმრობით თქვა, სამწუხაროდ არ არსებობს ჯადოსნური ძუძუკების ელექსირი, ამიტომ შიშველის სცენებისთვის მისი მიწებება მოიწია. რამდენიმე ინტერვიუში დემი მურმა გაიხსენა სუბსტანციის სცენარის პირველად წაკითხვა. მსახიობს ის მოჩვენების სცენარს აგონებდა, რომელშიც ის მთავარ როლს ასრულებს, რადგან ორივე შემთხვევაში თანაბარი იყო იმის შანსი, რომ ფილმი ან სრული კატასტროფა გამოვიდოდა, ან გამორჩეული პროდუქტი. დენის ქვეიდმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ფარჟასთან მუშაობა სასიამოვნო პროცესი იყო. მან ასევე თქვა, რომ არ ჰქონდა პრობლემა იმასთან, რომ ფილმში მამაკაცები ნეგატიურად არიან ნაჩვენები, რადგან რეალობაში თავადაც არ მოეწონებოდა ისეთი კაცები, როგორებიც ფილმშია. სიუს როლზე ამერიკელი მსახიობი და მომღერალი ლუსი ჰეილიც განიხილებოდა. ორალი ფარჟა სურდა ფილმში ამერიკული როკ-ბენდის Smashing Pumpkins ერთ-ერთი სიმღერა გამოეყენებინა. რეჟისორს ეს სცენარშიც კი ჰქონდა გაწერილი, თუმცა საბოლოოდ სიმღერა ფილმში ვერ მოხვდა. ფილმში ელისაბედ სპარკლი 50 წლისაა, დემი მური კი გადაღებების პერიოდში თითქმის 60 წლის იყო. ფილმში ელისაბედ სპარკლი ერთადერთი პერსონაჟია, რომელიც სრული სახელით და გვარით გვხვდება. 2000-იანი წლების დასაწყისში დენის ქვეიდი და მარგარეტ ქოულის დედა ენდი მაკდაუელი ერთმანეთს ხვდებოდნენ. ასევე ისინი ცოლ-ქმარს თამაშობენ ფილმებში ვახშამი ან სადილი მეგობრებთან ერთად და თავისუფალი. როგორც სუბსტანციაში, ისე ფარჟას წინა ფილმში მთავარი პერსონაჟები ატარებენ ვარსკვლავის ფორმის საყურეებს. დენის ქვეიდი მთელი ფილმის განმავლობაში ეკრანზე მხოლოდ 8 წუთით ჩანს. მარგარეტ ქოულის მონსტროს ფორმის მორგებისთვის დაახლოებით 6 საათი ეხარჯებოდა. მსახიობს მისი ჩაცმა ზედიზედ 8 დღე უწევდა, რამაც კანის გაღეზიანება და აკნე გამოიწვია. სუბსტანციას 2024 წლის კანის კინოფესტივალზე 11 წუთის განმავლობაში უკრავდნენ ტაშს. დემი მურმა სუბსტანციისთვის ოსკარების დაჯილდოებაზე საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ნომინაცია მოიპოვა, რაც მისთვის პირველი და ერთადერთი ნომინაცია ოსკარებზე. სუბსტანციამ ოსკარების 97 დაჯილდოებაზე 5 ნომინაცია მიიღო. საუკეთესო სურათი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო მსახიობი ქალი, საუკეთესო ორიგინალური სცენარი, საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა. ფილმმა მხოლოდ ამ უკანასკნელში მოიპოვა გამარჯვება. კორალი ფარჟა გახდა მეცხრე ქალი, რომელმაც ოსკარების დაჯილდოებაზე ნომინაცია მოიპოვა საუკეთესო რეჟისორის კატეგორიაში. ფილმის ბიუჯეტი დაახლოებით $17 მილიონი, შემოსავალი კი დაახლოებით 80 მილიონი. გამოიწერე არხი და მიალაიქე ვიდეო.